მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის ბროების პირველი ეპიზოდი YouTube-ზე. ჩვენი ვიდეოები ალბათ TikTok-ზე უკვე ნახეთ. იმედია მოგეწონათ. ბევრმა დაგვიწერა რომ YouTube-ი დაიწყეთო და ძალიან გავგახარით რა და ჩვენც ასე ვთქვათ, გადავწყვიტეთ. იქნება გავითვალისწინეთ რჩევა. გვექნება თამაშები, ესეც და სხვაებიც და ხო კიდევ ერთ თემას შევეხები. ბევრმა დაგვიწერა რომ აი Full Squad-ის ანალოგია არის გადმოტანილი, ნუ აკოპირებთო 2-დან 0-იო, მაგაზე ვიტყვი ეგეთ რამეს რომ სანამ შეიქმნებოდა ეს გადაცემა, ჩვენ მივწერეთ Full Squad-ს ქართული ეს გვათაშორის იცით ალბათ დიდი ალბათობით დინაი, მე მგონი თორნიკე ქვია, მივწერე, ძალიან გაუსწორდა, მოეწონა, ეკი არა, ეგეც დაამატა, რომ თუ რამე დახმარება დაგჭირდაო, მითხარიო, ყველაფერში აქვარო და ეგეც უთხარით, რომ ჩამოხვალ თბილისში, უეჭველი უნდა გვესტუმროთ, ხო, ამიტომ მომავალში დიდი ალბათობით ვნახავთ. და ამას დამატებული თავიანთი TikTok-ის არქიდანაც მოგწერეს, სადაც 5 მილიონამდე გამომწერიყავთ, ძალიან გაგვახარეს, მოკლედ და ჩვენს პირდაპირ ბიოში დავწერეთ, რომ ეს არის Full Squad-ის ინსპირაცია. მორჩა, დამთავრდა. პირდაპირ ვამბობთ ამას, არაფერს არ ვიგონებთ. ჩვენი მოგონილი ფორმატი არ არის, მაგათი მოგონილი ფორმატი არის და ძალიან მოგწონს, ძალიან კარგია. თუმცა მარტო ეს თამაში არ გვექნება, კიდევ გვექნება სხვა თამაშები. 175. 185. 185. კითხვა რა იყო გითხარი გაბრიელ? რომ შეგეძლოს შენი თავისთვის რა სიმაღლეს აიჩენდი. შენ გიწერია 175, ხო? გიორგი იმპოსტერი, ბევრი ფიქრი არ ჭირდება. ბიჭო, 175 რატო იცი? კაი, ანუ უკვე გავიგე. საჭირო არ არის. უეჭველი. უკვე გავიგეთ რომ იმპოსტერი. აი, გამიჩალიჯა, რა კითხვა იყო? ანუ საშუალო სიმაღლე რა იქნებოდაო? რა არისო ქართველი კაცისო რა? მეტრი და 83-ია შეჭი. რა მე რა ვიცი, მეტრი და 83 რო არის საშუალო სიმაღლე? შენი აზრით ხო მაგ აი, მეტრი და 83 არ მიფიქრია პირველი საშუალო სიმაღლე რო იქნებოდა. საშუალო სიმაღლეზე რას დაწერდით თქვენ? მე 75-ს დავწერდი. 75-ს ხო დაწერდი? კი. კაი, ჩვენო პროდიუსერმა პირველი ვეცდაზე. ახლა შემდეგი კითხვა. წავშალოთ ეს ამასობაში. ჯორჯ ბესტი. ლეო მესი. ფენომენო. კითხვა რა იყო? ყველა დროის შენი ფავორიტი ფეხბურთელი. ჩემი ფავორიტი ჯორჯ ბესტია, იმის და მიუხედავად რომ პატარა კარიერა ჰქონდა თავისი ლოთობის გამო, რაც ჰქონდა ძალიან მაგარი იყო. ვინ არის საერთოდ? აზარ ვარ. ანუ მიშას პრობლემა ის არის რომ ფეხბურთის აზზე არ არის. სულ ორს ვიცნობდა. მესი და რონალდო. მესი და რონალდო იცის და მესი დაწერა. მეორე საფეხბურთო კითხვაზე რონალდოს დაწერს აუცილებლად. მოდი ვიმჟელებ რა. მესი რო დაწერე. შენ იმჯერა იმიტომ რომ ფეხბურთის აზზე არ ხარ. ორი ვარიანტი ქონდა რონალდო ან მესი. ან იქით მარადონა პელე იყო. ჩემი საყვარელი ფეხბურთელი არის რონალდო ნაზარიო და საუკეთესო ფეხბურთელი. ამ ადამიანის გამო ვუყურებ ფეხბურთს, ძალიან მიყვარს, ძალიან მევასება. მე ფეხბურთის აქტიური მაყურებელი არ ვარ და ჯორჯ ბესტი უბრალოდ იმიტომ დავწერე, რომ ჰაილაითები მაქვს ნანახი და ძალიან მომწონს, ძალიან ლამაზ ფეხბურთს თამაშობდა. და FIFA-ში ჯორჯ ბესტის კარდი აქვს. ხო, ძალიან კაი კარდია სხვათა შორის, ყველას გიგჩევთ. ამ კითხვაზე კოსტას სხვა რამეს დაწერდა. ჯორჯ ბესტს არ დაწერდა, დაწერდა იქ ან მესი, ან რონალდო, ან მარადონა. ძალიან კონკრეტულია. მოკლედ ეხლა პირდაპირ ვთქვი, ამ თამაშს, აი ამ რაუნდს იმპოსტერი მოიგებს თუ წააგებს შენზეა დამოკიდებული. ეხლა სიტყვაზე ვთქვათ რა, კოსტა რო არის იმპოსტერი, მე რო ვიყო იმპოსტერი სიტყვაზე ვთქვათ რა, დაუშვათ. ვეცდებით მე და ეს რომ ორივემ ერთმანეთს დავადოთ ხელი. ხო? ლოგიკური ეს არის. ამიტომ შენ უნდა გადაწყვიტო ახლა, ვინ იქნება ნამდვილი იმპოსტერი. ამიტომ ეს რაუნდი თუ იმპოსტერმა მოიგო, შენი ბრალი იქნება. ეგრე დამაბრალე. ახლა დავიწყეთ და ეგრევე მაბრალებ. 3, 2, 1 გიორგი. და მიშა გამოდგა სულელი, როგორც ვიცოდი რომ მიშა სულელი იქნებოდა და კოსტა იყო იმპოსტერი და მიშას ერთი რაღაც ევალებოდა ზუსტად რომ გამოეცნო, მაგრამ რა თქმა უნდა და გიორგი მართალი თქვა, საუკეთესო ფეხბურთელი რომ ქონოდა კითხვა კრისტიანო რონალდოს დავწერდი აუცილებლად. რა იყო შენი კითხვა? შენი აზრით ყველა დროის ყველაზე დაუფასებელი ფეხბურთელი. ჯორჯ ბესტს აქვს ეგეთი რაღაცა, ეგეთი კითხვა დაუსვეს, რომ შეგეძლოს არჩევაო, რომელს არჩევდიო რა. რაღაც 50 მეტრიდან რაღაც ლივერპულის კარში გოლის გატანა თუ მის მსოფლიო სამ ქალთან ყოფნაო რა და ამან უთხრა რომ მე ორივე მაქვს გაკეთებულიო შეიძლება რაოდენობებში ვწდები მეტრობაში და ვის გაუტანა გოლი და ასევე რამდენი მის მსოფლიო იყო მაგრამ მოკლედ კაი პერსონაჟი იყო და ძალიან ცნობილი სურათი არის როდესაც ჯორჯ ბესტის დაკრძალვა არის და ჯორჯ ბესტის ქანდაკება გადახურებს საკუთარ დაკრძალვას მოკლედ აი ძალიან მაგარი რამე არის FIFA CS:GO ვუდი ვუდპეკერი რა არის ვუდი ვუდპეკერი კითხვა რა იყო ვიდეო თამაში რომელზეც ყველაზე მეტი დრო გაქვს დახარჯული შენ ხარ იმპოსტერი არა არ ვარ დედას გეფიცები ხარ არა ბავშვობაში მქონდა ალბათ ამაზე მეტი ერთი თამაში მაქვს Red Dead Redemption მაგრამ აქამდე მქონდა ეგ პასუხი და მაგიტომ არ დავწერე თორემ მეორე თამაში ალბათ ეს იქნება რა თამაშია ეს იყო
აი ძველ არ ვიცი რა 2002-იანი არის ალბათ თუ რაღაც 3-იანი თამაშობდი 1-6 წლის რო ვიყავი. მე მაგრად მაინტერესებს ვინმე თუ კიდე თამაშობდით, ეგეთი ადამიანი თუ მოიძებნებით, გამოჩნდით კომენტარებში დაწერეთ აუცილებლად. მაგარი თამაში იყო. აი ძალიან მაგარი იყო. ანუ იცი რა შეიძლება მაგდროს ზოგადად 5-6 წლის ასაკში ყველა სხვადასხვა თამაშები გვაქვს საყვარელი, ხა რავი, შენ შეიძლება უდი ვუდბეკერი ქონდა. ხო, ეგ ალბათ ჩემი ბავშვობის საყვარელი. მე 6 და 6 თამაშობდი. ლოგიკას მივყვეთ რა ძალიან მარტივად. ანუ მე და შენ გვიწერია ძალიან ლოგიკური პასუხები რა, ანუ კოსტამ ვიცი რომ CS:GO ნათამაშები აქვს მთელი ცხოვრება ალბათ. წინა ვიდეოში ნახავდით რამდენი დღეს 10000 საათზე მეტი მაგ ჯამში. მე FIFA რა ვიცი 2006 წლიდან ვთამაშობ FIFA-ს და აი. მაგრამ შენ Dota-საც ძალიან თამაშობ. არა, მე 2006-დან ვთამაშობ. 6-ში დავიწყე თამაში. კობიაშვილი იყო შალკეში მე FIFA-ს თამაში დავიწყე და Dota-ს თამაშობდი 2012-დან 2020-მდე. და FIFA-ს 2020-ში ჩემი აზრით მე FIFA 2020-ში უფრო მეტი ვითამაშე ვიდრე Dota მთლიანად 8 წელიწადში. შეიძლება კი. ჩემთან იყავი მაშინ და კი. ერთადერთი 1 წელი არ ვთამაშე FIFA 13-ის დროს. ხო, ლეგენდა თამაში იყო და FIFA არავის ახსოვდა საერთოდ ნამდვილად. ახლა დავიბედი სიმართლე რო გითხრა. ახლა მე მგონია ჩემი თავი იმპოსტერი. მაგრამ არ ვარ. მიშა და მიშას პასუხები მინდა. სასწაულია მართლა. კოსტაზე დარწმუნებული ვარ. ძალიან ეხა კოსტაზე ვერ დავადებ, სულელი გამოვალ და მე რაღაც გიორგი მეეჭვება, იმიტომ რომ აქამდე პასუხი ქონდა რაღაც თამაშებზე, Dota ქონდა და კარგი, მოდი ასე ვთქვათ, მე თუ არა ვინ? მე თუ არა თავისი თავი. ხო, უჩველი არ ვარ და მაგიტომ. მაშინ მეორე ეჭვი მაქვს. ხო. ვაი თუ კითხვა იყო შენი საყვარელი თამაში რომელი არისო და CS:GO დაწერა ამან. ჩემი საყვარელი თამაში FIFA არ არის. ლოგიკა ჩავთოთ. წინაზე როცა თამაშებზე ქონდა საუბარი. მოდი შეგაწყვეტინებ ლოგიკა რო ჩავთოთ შენ ხარ იმპოსტერი. ხო. შენ პირიქით ალოგიკურობისგან უნდა წაიყვანო ეს თემა რომ გადარჩე ხა. არა, მე ზოგადად ალოგიკური ვარ. ხო. კი არა, ეგ მაყურებელმა შეამჩნია ალბათ. ხო, ან ძალიან არამყარი არგუმენტებია და ძალიან არ მინდა ეხლა ვწდებოდე და გიორგი იყოს იმპოსტერი, იმიტომ რომ ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფეილი იქნება. 3 2 1 მიშა. ვინ იყო იმპოსტერი? შენ იყავი იმპოსტერი? რა თქმა უნდა მე ვიყავი. ხო, ანუ აი ხო თქვი Dota-ში უფრო მეტია გატარებული. ხო თქვი. Dota-ში არ მაქვს უფრო მეტი გატარებული, FIFA მაქვს ყველაზე დიდი დრო დათამაშები. აბა? კითხვა მქონდა სხვა რა შუაშია Dota, ანუ უბრალოდ ისე დაემთხვა, ჩემი პასუხი ისე დაემთხვა, რომ FIFA ანუ ერთ-ერთში გამოვიდა პასუხი. შენ რა კითხვა გქონდა? რომელი თამაში გაღიზიანებს ყველაზე მეტად? თან გაღიზიანებს თან ნათამაშს. აი მე და FIFA-ს გვაქვს ძალიან ტოქსიკური ურთიერთობა რა. აი ტოქსიკური შეყვარებულები რომ ვერ შორდებიან ერთმანეთს, ხო ეს ზუსტად მასე არის. 2006 წლიდან შორდებით მე და FIFA ერთად. გამოდენიმე თვით მიატოვებს, მე ისე უბრუნდება ხოლმე. კი, კი. ჰაჩიკოა ფაქტიურად. FIFA არის ისეთი თამაში, ყველაზე დასკრიპტული, ნერვებს რომ მოგიშლის ეგეთი თამაში არის, რომელიც აი იმიტომ რომ გიორგი რეალურად სამ რაღაცას დაამუღამებს, სკრიპტს დაამუღამებს FIFA-ში და შეგიძლია weekend ლიგაზე ვინც FIFA-ს თამაშობთ გეცოდინებათ 13 მოგება დადო 15-დან 3 რაღაცით, რასაც სულ გაიმეორე. ეს არა ფეხბურთი, არც ფეხბურთის სიმულატორი, უკვე არც თამაში აღარაა, რეალურად საშინელება. ხო, თუმცა ამის მიუხედავად კოსტა ყოველდღე თამაშობს. კი, მე მაინც ყოველდღე ვთამაშობ. ანუ გიორგის შემთხვევაში თუ FIFA ჰაჩიკო, ჩვენ შემთხვევაში მე ვარ ჰაჩიკო. ჩემი და FIFA-ს ურთიერთობაში ჰაჩიკო მე ვარ. თავისუფალ დროს ყოველთვის ვთავ PlayStation-ს და ყოველთვის თამაშობ FIFA-ს. ყოველთვის ვიშლი ნერვებს, მე ყოველთვის ვნანობ რატო ვითამაშე და იგივე მეორდება მეორე დღეს. ხო, დებილი ვარ, შეგიძლიათ კომენტარებში დაწეროთ. და იმასაც დავუმატებრო, თანხაც აქვს დახარჯული კიდევ ჯარისხვა. ხო და მაგიტომ ბუდი ვუდბეკერი უნდა ითამაშო, რომ იგეთი რაღაცა არ მოხდეს. მან ნერვებს არავინ არ მოგიშლის. ეგრე მეორე თამაშია, რომელიც ნერვებს არ მოგიშლის, მაგრამ ხო იცი, ვერ წდები ტოქსიკურობას. მოდი ახლა ცოტა სხვა თამაშზე გადავიდეთ. გვაქვს ასეთი თამაში, გამოიცანი რომელი პერსონაჟი ხარ. ხო, რაღაცა ეგეთი რაც დავარქვათ. გამოიცანი რომელი პერსონაჟი ხარ? სერიალის გმირი ვარ? კი. ხალი ვარ? არა. ფილმის პერსონაჟი ვარ? კი. ჯერჯერობით კიდე მალე სერიალის პერსონაჟი გახდება. სუპერგმირი ვარ? არა. არა, სუპერგმირი სხვა რამე არის. არა, ხო. მე ფილმის პერსონაჟი ვარ? არა. ცნობილი სერიალია. ძალიან ცნობილი. ახალი სერიალია? არა. ახალს გააჩნია რა. ახალს გასგულისხმობ, ხო? ნუ 2010-დან. 2010-დან არის კი? 2010-დან. რამე ძალა მაქვს? არა. ჭკვიანი ვარ? ჭკვიანი ხარ კი? ქალი ვარ? არა. არა. რა მჭირს? ვინც თამაშობს ამ როლს? ცნობილი ადამიანია? კი. არა, არ ვიცი, ჩემთვის არ არის ცნობილი ადამიანი. მე მანდიდან გავიგე და მას მაგრამ ეხლა ცნობილია უკვე. კი, უკვე ცნობილი არის. ანუ ხო, კითხვა დასვი, აქამდე არის. ამის მერე გახდა ცნობილი. ამის მერე გახდა ცნობილი. თქვენ რა ახლოს ხართ და მე საერთოდ ჯერ არაფერი. შენ ხო, შენ ძალიან შორს ხარ შეჯერები. ბევრი სეზონი აქვს? კი, იშა კარგად მინდის ხოთის შორის. მაღალია?
ასე თუ ისე კი. Game of Thrones-ის პერსონაჟი ხო არ ვარ? კი. რა იყო? ესა ხოდორი ხო არ ვარ? არა, ხოდორი არ კარ. კაცი ვარ? არა. ბევრი სეზონი აქვს ამ სერიალს? კი. კი, ბევრი სეზონი აქვს. ფანტასტიკის ჟანრში გადის რამენაირად? არა. კაცი ვარ, Game of Thrones-ი, მაღალი ვარ, 1.90 თითქმის. ვინ არის 1.90? ვინ გაზომე იქ ერთი ჯუჯას გაიდა. ან მაგსამა იტაკ ერთია ჯუჯა Game of Thrones-ში ყველა ვიცი. ოკეი. თანაჩენ ვინ გაზომე? Jamie Lannister-ი ვარ? დაიყო ბიჭო რანაირად? ოჩახ, აღიარება, ეკუთვნის. ხო, რავია. ბრავო. სხვა მეტი მაგარი ხოდორი იყო Jamie Lannister-ი და კარგი, მე ხალი ვარ. პერსონაჟი ჭკვიანი, Enola Holmes-ი? არა. სიგარეტს უწევი? არა. სანამ კოსტა ფიქრობს, მე გეტყვით, რომ არხი გამოიწეროთ. ეხლა გამახსენდა, რომ YouTube-ის ვიდეოა და ეგ უნდა ვთქვათ და აუცილებლად. Subscribe ღილაკი. ხო, ზარის გილაკი და პირველი ეპიზოდი არის. ალაიქეთ, თქვენთვის არაფერი არაა, ჩვენ мотиваციას გვაძლევს. პირველი ეპიზოდია და ცოტა მე მგონი, კაი არ გამოდის, მე მგონი არ. ეგეც გვეპატიება პირველი ეპიზოდი. შენ იფიქრე დროზე. მიდი. მე საინტერესო თემებზეც უნდა ვისაუბროთ. ეს ხალი არა ქართველია? ქართველი არ არის ხო? არა ქართველი, ამ კი. კი, რა მოგცა ეხა ამან ეხა ვიცოდე. სპორტსმენია? არა. ჩემი გმირი ის პერსონაჟი მებრძოლი ჩხუბთან არის კავშირში? არა. არანაირი კავშირში არა. 50 პლუსია? ასაკი, ასაკი. არა. არა, ჩემი 30 პლუსი არის? 20 კი. 30 პლუსი. 30 პლუსი არის? ულუაში წვერი მაქვს? არა. ცნობილი მსახიობი ასრულებს? საკმაოდ ცნობილი მსახიობი ასრულებს. კაი გიკითხვა არის სხვა? ძალიან ცნობილი მსახიობი ასრულებს. მაგრამ იმის მერე ბევრად არ არის. არა, იმის მერე ბევრად არ არის, ან მაგრამ მარტო ამ ფილმშია ცნობილი? არა, ისედაც არის. მანამდე იყო ცნობილი? ძალიან მაგარი ფილმი არის მაგასთან გადაღებული, ალბათ მაგაზე უკეთესი, რაც ეს არის, რაც თამაშობს, მაგრამ ფანტასტიკის ჟანრი არის რამენაირად? კი, ფანტასტიკის ჟანრი არის, კი. მაგრამ სუპერგმირი არ არის. არა, სუპერგმირი არა, ხა სუპერმენი. ამ ქალს ოჯახი ყავს, ფილმში ან შვილი ყავს, ან არა, არ ყავს. ნუ ერთს ეხა სადღაც ყავს მე. სადღაც ყავს მერე ცდება. შვილი ყავს გარჩე 30 წამი. ხო. აი ფილმი რო დასრულდება, მე აი ტიტრებში გავარო, ამის ცოლი და ქმარი. ой, ცოლი. ჩემი კომედია არის? კი, კომედია. კომედია სერიალი არის? მოქმედება ხდება ომის დროს, ანუ წინა საუკუნეში. არა. კარგი, ფანტასტიკისა, ძაფსიუჟეტიანი ჟანრია? თუ ასე თუ ისე რა. ანჯელინა ჯოლი თამაშობს? არა. არ თამაშობს. ჩემს იმაში სერიალში მთავარი პერსონაჟი არის ეს კაცი თუ კიდევ არის სხვა? სხვა მთავარი პერსონაჟებიც არიან, მაგრამ ესეც მთავარი პერსონაჟი. სამი მთავარი პერსონაჟი არის? ცოტა მეტი ალბათ. 5-6. ვილიანია? არა. არა. ქართული არის? კი. შუა ქალაქი არის? კი. ხატაო? არა. ამ ფილმში ცნობილი მამაკაცი მსახიობი თამაშობს? კი. ეს ცნობილი მამაკაცი მსახიობი ლეონარდო დიკაპრიოა? არა. ექიმი ვარ? მარტივი ყოფილა, просто მე ცოტა უცხოეთში წავედი და მეც ვნახავ, იმიტომ კი, შენ წააგე, შენ იყავი ჰერმიონი გრეინჯერი, მოკლედ როგორც ითქმის. ყველაფერი ვიფიქრე დედასპიცა ვარ ჰარი პოტერის გარდა. კარგი, მოდი ახლა ცოტა ხანი ვილაპარაკოთ. ჩვენი YouTube-ის რას ფიქრობთ? მიზანი რა უნდა იყოს? მე ჩავწექი აქ. ჩვენი YouTube-ის მიზანი უნდა იყოს გასართობი კონტენტის შექმნა. ნუ, თლად გასართობი და ღლიცინი არა, ისე აი chill კონტენტის შექმნა, თან საუბრები, ვიღაცამ რაღაც საინტერესოც რო გაიგოს ჩვენი საუბრიდან და თან გაერთოს რა. კარგი, რამე ისეზე ხო არ ვისაუბროთ, აი ცოტა საინტერესო და თან სახალისო თემა როა. მაშინ მოდი ესე თემა შემოვაგდებ რა, ხელოვნური ინტელექტი, რომელიც აი ყველგან არის, ყველაფერში არის. უკვე სურათები იქნება, ვიდეო იქნება თუ რა იქნება, ვერც ხვდებით და Black Mirror-ი ალბათ ნანახი გაქვთ, ან კაკ მინიმუმ იცით რა თემა არის, რაღაც მაქეთკენ მივდივართ რა და პროფესიები რო იკარგება ეს ერთია, ამას დამატებული რთულია მიხვდე ზოგიერთი ვიდეო რა არის და სურათი რომელია ნამდვილი. ეგ კი არა, რაღაც OnlyFans-ზე უკვე მოდელები არიან ეს ხელოვნური ინტელექტები და ანუ შენ რა იცი OnlyFans-ზე? რა ვიცი რა TikTok-ზე მაგის მეტი გადაობები. კი, ძალიან ცნობილი ის არის. გადაობები რა არის და შეიძლება მე აი ისე გამოყენება რაღაცა დაავადებების პოვნა. რა თქმა უნდა, ხო, ამ ყველაფერს აქვს ორი მხარე. არ არსებობს ეგეთი რაღაცა, ფეხსაცმელიც. ფეხსაცმელიც ისეთი რამეა, რომ თან ფეხს აზიანებს, მაგრამ მაგის გარეშე ხო ვერ და მაგარი ეგ სიმართლე აი მედლის ორი მხარეზე ეს მაგალითი უნდა მოიყვანო. პირველია ფეხსაცმელი მათია და მაგდომ გამახსენე. სხვა არ გაგახსენ პირველი ფეხს. ვირიცოდით რომ ფეხსაცმელი ფეხს აზიანებს თუ შენი ზომაა რა თქმა უნდა. ან ჩვეულებრივ ფეხსაცმელი რომ ფეხს აზიანებს. მე ვიტყვი ხელოვნურ ინტელექტზე. სხვათა შორის ეხლა ხან დავდე ვიდეო. ტიპმა წარმოიდგინე შტატებში მოხდა რა შემთხვევა.
დაეზარა უბრალოდ რომ საკუთარი თავის წარმომადგენელი ყოფილიყო სასამართლოზე, თან რაღაც ყელი მეხლიჩება და ბევრს ვერ ვლაპარაკობო და სკრიპტი დაწე, კოდი დაწერა, ხელოვნური ინტელექტის მოდელი შექმნა, რომელიც მაგისტრად გამოვიდა სასამართლოზე ადვოკატად. ნუ მართალია მოსამართლე ძალიან გაბრაზდა, იყვირა და რა თქმა უნდა პროცესში შეწყვიტა და ეს არ დაუშვა. მაგრამ რა ვიცი, აი ესეთი პრეცედენტი მართლა უცნაური იყო ცოტა. და თან წარმოიდგინე ადვოკატს ხო ყველაფერს ეუბნები და კონფიდენციალურია რა ადვოკატთან საუბარი და აი გეუბნები რომ კი რაღაცა დამნაშავე ვარ, მაგრამ ცოტა გამიправე სიტუაცია და იმან რომ გადაწყვიტოს სასამართლოს გადაწყვიტოს რომ უსამართლობაა ეს და პროკურორს ამოუდგეს გვერდში არ გადაწყვიტოს თავი დაანებე. პროგრამამ რო გაჭედოს, კოდმა აურიოს ან გაბაგოს. ხო, რო გაბაგოს რა ვქნათ? კოსტა მოკლა ეგ კაცი. რატომ მაინც კოსტა მან ზოგადად საუბრობთ, მაგრამ 20 წელიანი თავისუფლების აღკვეთეს რომ მოგიჟიან იმის. ხო, არა, არა, ესე იგი იმსახურებდი და ანუ სამართლიანი იქნება ეგ ყველაფერი. არა, მე მაინც მგონია მე ძალიან მომხრევარებ ტექნოლოგიური განვითარების, ხელოვნური ინტელექტის დანერგვის ყველგან, მაგრამ ადვოკატის პროფესია მოსამართლის პროფესიაც ძალიან ისეთია. მოსამართლე, პროკურორი, ადვოკატი, ხელოვნური ინტელექტი არ უნდა იყოს 1000 წლის მერეც კი. გააჩნია ხელოვნური ინტელექტს როგორ შევხედავთ რა თუ რაღაც აი რობოტი შეიქმნება და რაღაც ფორმა იქნება და ადამიანის და რაღაც მაგდროს ანუ ხელები რაღაც ეგეთი რაღაც აღნაგობის იქნება ბევრ რამე შეიძლება გამოყენება სასოფლო სამეურნეო საქმიანობა აი სახში რაღაცეებში ეგეთ რაღაცეებში არის ეგეთი რობოტი სახში რომ სხვათა შორის ნივთები გადააქვს ალაგებს საჭმელს ამზადებს და ასე ხო მაგრამ მე მაინც აი მაგასაც ისე ვუყურებ რა აი ვაიდა რაღაცა თავში დაარტყას რაღაც აი რობოტი რო არის ფილმი თუ გაქვთ ნანახი მეც რა მახსენდება ამაზე გალაქტიკის მცველებში თუ გახსოვთ რა იონდუსად არის ხელოვნურ ინტელექტს არ შეიყენებს ანუ რობოტებს რა შეიყენებს არ ვიცი პროსტიტუციაში არის მიდის და ეგ არ მახსოვდა ეგ ნაწილი ამოვარდი მეც არ მახსოვს ეგრე მახსოვს მე მგონი რობოტები არიან ეგენი რა ეგრე მახსოვს რომ ბოზებში არის და ეგ ბოზები რობოტები არიან მგონი რაღაც რასა იყო სხვა რასა არის სხვა მე ეგრე პრინციპში ახლა შენ რო თქვი OnlyFans-ზე რა OnlyFans-ი თუ AI-ის რა ვიცი ბოზებიც იქნებიან მალე არა უკვე არსებობენ ანუ იაპონიაში უკვე არის გაკეთებული ანუ იმენა ქალია და რაღაცა შეგიძლია მიხვიდე და არაფერი არ ჭირდება ძმა პროსტა იყრე პროსტა ძალიან ძვირია $15000-დან ღირს ეგ გავარკვიე და შენთვის გინდოდა ხო ვაგროვებ ახლა თან პირველი საკითხი შორის მე რო დავდე ვიდეო რამოდენიმე თვის წინ AI რობოტია ქალი ანუ შეყვარებული რაღაცა ფასი არ მახსოვს რა ძალიან პოპულარული იყო ნუ არ შეგიძლია მაგ ქალთან სექსით დაკავება და კომენტარები იწერება რომ მოიცა რანაირად არ შეგიძლია აბარესთვისა აი ეს კომენტარები იწერება ზუსტად რომ ამდენი ფული გადავიხადო და სექსიც არ მქონდეს პროსტა სალაპარაკო პროსტა შეყვარებული ხო მეგობარი რომ მომავლის ადამიანმა არ მოიწყინოს და ყავდეს ვიღაცა გამრთობი რა ეგ რაღაც ეს კიდე ცალკე ტრაგედიაა რატო უნდა მოიწყინო ეგრეთ გავაგზავნებ ამ საუბარს ფილმი ჰერ ნანახი გაქვს კი უბრალოდ ხმა ესმის არის ხელოვნური ინტელექტი და უყვარდება ეგ რაღაცა რომელიც ადამიანი არ არის რომელიც რეალურად არ არსებობს ფიზიკური აი რას ფიქრობთ იქნება მომავალში კი უეჭვი უკვე არის მომავალში ხო მეც ეგრე მგონია რომ უკვე კი ცოლი ან ქმარი რო ყავს ხელოვნური ინტელექტი ანუ ტიპს ასაც ეტყვი ყველაფერს გააკეთებს ეს ერთი ანუ ისე არის დაპროგრამებული რომ შენ მაგრამ ალბათ ეგეთი დაპროგრამებული არ უნდა იყოს ყველაფერს რო აკეთებს ცოტა ფული გადაიხადო და კიდე ნერვები გიშალოს წარმოიდგინე მე გეგო შორდებით ნერვების მოშლის გამო რო შორდებით და ხელოვნური ინტელექტი შენ მიერ ნაყიდი რობოტი რო სახს გთხოვს და ალიმენტებს უხდი ანუ ვირაა მოტყნული და მეორე პრობლემა გამრავლება როგორ ხდება ალბათ სუროგაციას უნდა მიმართო ჩვეულებრივი გზებით რაც არისო მაგრამ ალბათ უნდა შედიოდეს მომსახურებაში ანუ ხელოვნურ ინტელექტის რობოტს რო იყიდი ის კომპანია უნდა გეუბნებოდეს რომ შვილი როცა გენდომება დაგვიკავშირდი მაგ თემას მოგიგვარებ რა წინასწარ უნდა გადაიხადო ალბათ რაღაც 20%-ში და 20% განვადება გააკეთო ახლა ეფექტური 36% ხო არა 36 კაი პროცენტი ეფექტური 47%-ით ახალი სერიალი ნახეთ აი ეს Black Mirror-ი ბოლო სეზონი ახლა რაც გამოვიდა არა ჯერ არა ხო და მან არის ერთი სერია ამ იმაში სეზონში არის სერია რომ თავს ქალს გაუკეთეს თავის ტვინის ოპერაცია რაღაც ძლივს გადარჩა და გაუკეთეს ოპერაცია და ჩიპი ჩაუნერგეს ისეთი რომ როგორც Netflix აქვს ყოველთვიურად იხდი რაღაც თანხას subscription ხო მაგრამ ოპერაცია უფასოა მე შეზღუდვები ქონდა ანუ ვერ გადიოდა ქალაქ გარეთ ხო რომ მაშინ უნდა იყიდო პლუს ვერსია რაღაცა ეგ ღირს $1000 მე თუ გინდა ანუ იცი რა თემა არის გადაგარჩენენ
მაგრამ თუ გინდა იარსებოდა რაღაც ისინი კონდეს, უნდა იხადო თანხა რა. კომფორტი რო შეიქმნა. ეგ მართლა ჩვენი მომავალია. ეგ კომპანია ვინც ეგ ოპერაცია გააკეთა. სახელი ესეთი ხო არ ქონდა? EA. Sports To the game. არა, it's in the game. არა, არ იყო, მაგრამ ისე აი ხელოვნური ინტელექტი EA-იმ რო შექმნას რობოტი, მე არ ვიყიდი. არა, პონტი არ არის. ესე გაბაგავს შეიძლება გამოგეკიდოს და მოკლას პირველივე დღეს. მე აპდეითებით გაასწორებენ კი. სკრიპტია ძმაო და ეგეც საუბრები. როგორ გაასწორებენ? იცი ხელი თუ ბაგავ და აპდეითის მე ფეხი გაბაგავს, მაგრამ ხელი იმუშავებს კარგად. კი, უეჭველი. და სხვათა შორის რატო არ ვლაპარაკობთ იმაზე? აი რობოტები რო დაინერგოს ხელოვნური ინტელექტი. ეს ხო შეიძლება რომ თვალთვალის მექანიზმად გამოიყენონ ადამიანები. რობოტი მტვერსასრუტი. მაგას ხო აქვს ლიდარ სენსორები და პლუს კამერებიც აქვს, რომ არ დაეჯახოს ვითომ, მაგრამ ეგ შეიძლება გამოიყენოთ ნებისმიერ იმაში. Citizen 4 ნანახი გაქვთ ფილმი? აუ მეცნობა. მე მგონი მე და შენ ერთად უყურეთ. შენ გააქვს ნანახი? მოკლედ დოკუმენტური ფილმი არის. Edward Snowden-ია, არ ვიცი იცით თუ არა, CIA-ში მუშაობდა და მერე წამოვიდა, მოყვა ეგ ინფორმაცია, რასაც CIA აკეთებს. მაგან თქვა და ანუ ობამა გამოვიდა, გამოეხმაურა მთელი ამბები, რომ CIA უბრალოდ აი გართობის მიზნით ტიპები ყოფილა შემთხვევა, რომ აი ავღანეთში მაგალითად ან ერახში ლეპტოპის დახმარებით, თავიანთი ანუ მომხმარებლის ლეპტოპის დახმარებით, ქალებს უყურებდნენ როგორ იხდიან ამ ბურკას რაც ქვია და ასე შემდეგ და მოკლედ აი ტოტალური კონტროლი გოა და რა ვიცი ვინმე ძალიან საშიშია ყოველ შემთხვევაში ეგ რობოტი აი ამ პირობებში რომ ვიღაცა ტიპმა სადღაც ამერიკაში ან საფრანგეთში ან აფრიკაში ან რუსეთში გადაწყვიტოს რომ მე მithვალთვალოს მე რა რამე გამიკეთოს ერთ რაღაცას გეტყვი ისეც რაც მე არ ვიცოდი და გავიგე 1-2-3 წლის უკან. მოკლედ დაიკარგა ჩემი ახლობელი. შენი ახლობელი დაიკარგა. იმენა შენი ახლობელი. ხო, დაიკარგა. და იცი როგორ მოძებნეს? ტელევიზორით. ტელევიზორით? გას ქვია ტელევიზორით. ტელევიზორით. და სამსახური მოვიდა, ტელევიზორში რაღაც შეაერთა და ყველაფერი გაიგეს, ეგ ადამიანი სანამ იყო გას ლაპარაკობდა? ბინაში ხო? ტელევიზორით. ხო, ტელევიზორით ბიჭო. თან რაღაც ძალიან თანამედროვე ტელევიზორი. ნუ ეგ გეუბნები 1-4 წლის წინანდელ ამბავს. სხვათა შორის სპეცსამსახურების ის მაგ ინტერვიუ ნანახი ერთ-ერთი ამერიკელი საუბრობდა დაჟე აი ამ სახლში ვარაფერი დაამონტაჟონ და სიტყვაზე ვიღაც სერიოზულ ტიპებს უნდოდეთ რაღაც გაგება ფანჯრების ვიბრაციების მიხედვით ქვევით მანქანა რო იდგეს შეუძლია წაიკითხოს ჩვენ აქ რას ლაპარაკობთ. აი ცოტა ისეზე ვილაპარაკოთ ახლა რომ ახლა თეორიებში შევდივართ იმაში ძალიან ისეთ ღატებაში შევდივართ. ხო, მაგრამ ბოლომდე რო ჩაყვეთ ყეში გაქცევა მოგინდება. ხო, უეჭველი. მოდ კარგიც ვთქვათ ახლა სამაგიეროდ მე ვნახე ნიუსი რომ იქ რაღაცა კიბო დააფიქსირა ხელოვნურმა ინტელექტმა რაღაც 4 თვით თუ 4 წლით ადრე თუ რაღაცა როგორ იყო ის სურათით ქალს გადაუღეს ტომოგრაფია და მკერდის კიბო აღმოაჩინა ოღონდ იცი როგორ აღმოაჩინა რაღაც პატარა წერტილით რომელიც ჩვეულებრივი ადამიანი ვერ დაინახავს მაგას და ეს დაინახა და სავარაუდოდ რომ გათვალეს რომ დაითვალეს სავარაუდოდ 5 წელიწადში ეკნებოდა კიბო. ძალიან მაგარია. როგორც მიშამ თქვა რა. მედალს ორი ხარი. ფეხსაცმელი შეიძლება. ფეხსაცმელი ცუდიცაა და ხო, ფეხსაცმელი გაზიანებს ძალიან. და ხელოვნური ინტელექტი ძალიან დაგაზიანებს, ძალიან კარგი იქნება და რაღაც მე მგონია რომ რაღაც გოგთაშუალედი უნდა იპოვოს. უნდა დაიჭირო. კაცობრიობა უნდა იპოვოს ჯერ. ახლა ვნახე ვიღაც კორეელი, იაპონელი თუ არ ვიცი რა რომელიღაცამ გამოიგონა ეგეთი რაღაც რომ გამოიგონეს აპლიკაცია, სადაც მიდიხარ გასაუბრებაზე, ან მიდიხარ გოგოსთან პაემანზე და ის აპლიკაცია რაღაც ათვალი გიკეთია თუ რაღაცა და აღიქვამს იმ გოგოს ვაპარაკს ყველაფერს და გეუბნება როგორ უნდა ფლირტავო და როგორ დაკერო რა და ასევე არის გასაუბრებაზე რომ მიდიხარ იქ რაღაცებს რომ გეუბნებიან რა უპასუხო ლაივ რეჟიმში არის და მე ეს ბიჭი როგორ დაიწერა უნივერსიტეტიდან გააძევეს და დაიწერა რაღაც ზუკერბერგის თემაში იყო ეს ტიპი რომ მაგრამ არ ევასებოდათ სტუდენტებს. იმიტომ რომ ესეთი დამოკიდებულებითო მუღამს უკარგავსო დღევანდელობასო და ცხოვრებასო და ხო, ეგეც არის სხვათა შორის. და რა არისო ესო რა, მაგრამ ეს კომპანია ეხა ძალიან მაგრა იზრდება. რომელიღაც მე შეძენა უნდა და მე მგონი Google-ს უნდა და რომ ეყიდა, მაგრამ ამან უარი უთხრა და ძალიან მაგრა მიდის წინ და წინ რა. სახელი მართლა არ მახსოვს მე ნახავ რა. რაღაც მხრივ ძალიან მაგარია, ბაზარი არა, ძალიან კარგი არის. თუმცა მაგრამ ისინიც მართლები არიან რომ აი მე გადავები ხელოვნური ინტელექტი რომ გოგოსკერო და რა მაინტერესებს ხელოვნური მეორესაც ეგ აპლიკაცია რო კონდეს ჩართული ერთმანეთს კერავენ ხელოვნური ინტელექტები ანუ წარმოიდგინე ერთმანეთს კერავენ ხელოვნური ინტელექტები რომ ბოლოს მე ალბათ იმათ ექნებათ სექსი და შენ არა კაკრა სექსი თქვენ გექნებათ უბრალოდ თქვენ გიყენებენ სხეულებად
ანუ იდეა ეგეთი გამოდის რა. თქვენ შეულებად გიყენებენ, ისინი ერთმანეთს ეფლიქტავებიან და რა ვიცი, უყვარდება თუ გასაჩვევიან. დღევანდელი ეპიზოდი სულ ეს იყო. იმედია მოგეწონათ, თუ გამოგვიწერთ, ძალიან გაგვახარებთ. კოსტა დაამატებ რამეს. ზარის ღილაკის გააქტიურება და კომენტარის დაწერაც არ დაგავიწყდეთ, იმიტომ რომ ინტერაქციაში შევდივართ მაყურებელთან და თქვენს რჩევებს აუცილებლად გავითვალისწინებთ.